პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს საავიაციო ბაზარს შემოემატა ავიაკომპანია EasyJet, რომელმაც უკვე შეასრულა პირველი პირდაპირი ფრენა ჟენევა-თბილისის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის, ვიტყოდი რომ ეს არის ისტორიული სიახლე საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წინ უძღოდა საკმაოდ გრძელვადიანი, საკმაოდ კომპლექსური მოლაპარაკებები და ძალიან სასიხარულოა ის, რომ წარმატებით შევძელით და დავასრულეთ აღნიშნული მოლაპარაკებები, რის შედეგადაც ჩვენ უკვე უმასპინძლეთ პირველ ფრენას ჟენევა-თბილისის მიმართულებით. განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ხედავთ, რომ პირველი რეისი ფაქტობრივად 100%-იანი დატვირთულობით ჩამოფრინდა. ეს ხას უსვამს იმას, რომ საქართველოსადმი მოთხოვნა უკვე არსებობს. პირველივე რეისს ეთყობა დატვირთულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინები, რომ ავიაკომპანია EasyJet-თან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ და გავხდით ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, მოვიზიდავთ კიდევ უფრო მეტ ტურისტს ავიაკომპანიასთან ერთად და განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ავიაკომპანია EasyJet იწყებს 3 მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას და ეს 3 მიმართულება გახლავთ ლონდონი, ჟენევა და მილანი.